სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ადამიანი, რომელიც არადიული სიცოცხლისთვის, ღვთაებრივი სიცოცხლისთვის არის შესაბამისად გონება მიუწვდომელი ბედნიერებისათვის არის შექმნილი. სიცოცხლე მისი არ არის უბრალო ქმნილების სიცოცხლე, თქვათ, რომელიც სხვა ცხოველებს აქვთ მაგალითად, ხო? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე. არამედ ეს არის მისი შინაგანი მდგომარეობაც და მისი ყოფობაც იმ გარემოში, რომელიც ღმერთმა მას შეუქმნა. ჩვენ ვიცით, რომ ძველ აღთქმაში ღმერთი სამოთხეში ამკვიდრებს შექმნილ ადამიანს. ჯერ ქმნის ადამიანს და სამოთხეში ამკვიდრებს. რას ნიშნავს სამოთხეში ამკვიდრებს? სამოთხე სწორედ აი ამ ბედნიერების, ღვთაებრივი ყოფიერების ერთგვარი სიმბოლოა, სინონიმია. მაგრამ ეს მდგომარეობა სამოთხისა, რომელიც ადამიანს უნდა ქონოდა სამოთხეში, მოდი ესე ვთქვათ, სამოთხე. და სამოთხეში აღიქმება, რომ ადამიანი იმყოფება სადღაც და ეს სამოთხე მის გარშემოა. მაგრამ ეს მარტო ასე არ არის. ეს არის ამავე დროს მისი შინაგანი მდგომარეობაც. სამოთხე შინაგანი მდგომარეობაც არის ასევე და როცა ადამიანის დაცემა ხდება, სწორედ შინაგანის დაკარგვა გარეგანთან ერთად, ორივე იკარგება. კაცმა თქვა, ჯერ შინაგანი იკარგება და მერე გარეგანი. ჩვენ აღვიდგინოთ შინაგანი, რომ მერე აღვიდგეს გარეგანი. სამოთხეში დავალება ღმერთისგან მოცემული, რომ დაამუშავოს სამოთხე და დამუშავებული შეინახოს და დაიცვას, ზუსტად სიტყვით, აი ეს უნდა აღსრულდეს თანამედროვე ახალი აღთქმის ადამიანში, ოღონდ ეს ყველაფერი იწყება შიგნით. თორსა სამოთხე ზეცა, როგორც წმინდა ისააკასური ამბობს და არა მარტო იგი, ზეცა ადამიანს შიგნით აქვს. და აი ეს დამუშავება, ანუ შრომა, ღვაწლი, მიღებული ნაყოფების დაცვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ანუ იგივე კურთხება გვაქვს, რაც ქონდა ადამიანს სამოთხეში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ როცა ადამი ცოდვით დაეცა, ამას რა წინაპირობა ქონდა, რითიც სტუნდა. შინაგანი გამოირიცხა და მხოლოდ გარეგანზე გაკეთა აქცენტი და რა თქმა უნდა, ეს იყო ეშმაკის ბირებით და ეს იყო მატერიაზე დამორჩილებულობა და ეშმაკის ნებაზე. და მთელი ეს ბედნიერების მომტანი შესაძლებლობა, არეალი, სადაც ადამიანს ბედნიერება უნდა მოეპოვებინა, ეს იყო მხოლოდ მისი გარე სამყარო. და ნახეთ, დღეს ადამიანი ზუსტად ასე ცხოვრობს. ადამიანი სულ ეძებს ბედნიერებას, თუ ადამიანი ცოტათი მაინც გონიერია, ინტუიციურად ხვდება, რომ ბედნიერება არის რაღაცა უცნაური მდგომარეობა, რომელსაც ბოლომდე განმარტებას ვერც კი მისცემს, მაგრამ რომელიც სადღაც შიგნით განიცდება და ის გარეთ არ განიცდება. გარეთა საგნები და შესაძლებლობები ერთგვარი წინაპირობაა თითქოს, რომ ბედნიერება განვიცადოს შიგნით, მაგრამ თუ ადამიანი კიდევ ცოტა უფრო მეტად გონიერია, იმასაც ხვდება, რომ ის გარეგანი სინამდვილეში ხიბლის მდგომარეობაში ამყოფებს, არანაირი გარეგანი წარმატება მას იმ ბედნიერებას ვერ ანიჭებს, რაღაც წამის ყოფის, რაღაც შეიძლება გაელვება იყოს და ისიც გაქრება და მიდის და ადამიანი აი ეს გაივლის თელ თავის ცხოვრებას, ისე რომ თავის სანუკვერ მიზანს, ბედნიერებას, რომელსაც არც კი იცის რა დაარქვას, ვერ აღწევს და ესე მერე მოდის სიბერე, ავადმყოფობები, რა ვიცი, 1000 განსაცდელები და ბოლოს გარდაცვალება და ასე ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი თავის ცხოვრებას. ეს რომ ასე ხდებოდა და ხდება, ჩვენი პატარა გამოცდილებითაც ვიცით, მაგრამ აი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად მოხდა ის, რაც მოხდა. ღმერთი მოდის ადამიანად. და ეს თვითონ ძალიან უცნაური რამ არის, ხო, ბევრი რამით, ეს ხო საიდუმლოებაა, აი დღეს ხარების დღესასწაულია და ეს ხო დღეს იწყება, აი დღეს ხდება. დღეს შემოდის ღმერთი ხილულ სამყაროში, ქალწულის წიაღში გაჩენილი ნაყოფი, არ მინდა სხვა სახელი დავარქვა ეხლა უფრო სამედიცინო, არ მინდა რაღაცნაირად დავაკნინო, ნაყოფი უკვე არის ღმერთი პერსონალურად. აი ეს საოცრება მოხდა და გასაგებია, რომ ეს მოხდა ამ სამყაროში, თან ისე მოხდა, რომ ესე იგი არათუ ვინმე არ იცოდა, ეშმაკმაც არ იცოდა, ეშმაკის ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. ხო, განმარტავენ წმინდა მამები, რომ მისი გარეგანი ქორწინება, ვითომ ქორწინება, ხო, ეს ტრადიციაც იყო, სხვანაირად შეუძლებელი იყო და ნუ არ ეყოლებოდა ფორმალურად ქმარი და ბავშვი ეყოლებოდა და ნუ ეს ხო გესმით, ჩაქოლავდნენ იმ წამს. ამავე დროს ეს იყო ეშმაკის საწინააღმდეგოდაც, იმიტომ რომ ეშმაკი ყოვლის მცოდნე არ არის, მას გარკვეული რაღაც შეზღუდული უნარები აქვს ჩვენზე მეტი, მაგრამ შეზღუდული. ანუ არავინ არ იცოდა, წარმოგიდგენიათ, არავინ არ იცოდა. სამყაროში ხდება რაღაც ისეთი, რომელიც არავინ არ იცის, არავინ, გარდა ყოვლადწმინდა ქალწულისა, არავინ არ იცის, აი ამ მოვლენამ მთელი სამყარო შეცვალა, მთელი სამყაროს ცვლილება დაიწყო.
და ღმერთი მოდის ადამიანად იმიტომ, რომ ის რაც ადამმა ვერ ხმნა იყო რა შეცდენილი ეშმაკის მიერ, გააკეთა თავად ღმერთმა. ანუ ჩვენი გასაკეთებელი გააკეთა. შეიერთა თავის პიროვნებაში ადამიანური ბუნება და ეს ადამიანური ბუნება განიღუთო ნიშნავს სრულად გაამდიდრდა ღვთაებრივი ენერგიებით სრულად, ესეც არ არის თლაც სწორედ, ენერგიებით მდიდრდება წმინდანი. ამ შემთხვევაში თავის პიროვნების ბუნებად გახადა. ანუ ღმერთია იესო ქრისტე, როგორც ღმერთი და როგორც კაცი არის სამყაროს შემოქმედი, იმიტომ რომ ის ერთი პიროვნება, ის არ არის ორი პიროვნება, ის არ არის ის ერთი პიროვნება, ერთი სუბიექტია, ერთი ვინ არის და არა ორი. გონება მიუწვდომელი სიახლოვე მოხდა ღმერთსა და ადამიანს შორის და ბუნებრივია რომ ამ დროს მისი მდგომარეობა კაცი იესოს მდგომარეობა, მოდი ესე ვთქვა, თუმცა ცალკე ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ პერსონალური კაცი არ არის, პერსონალური ზეღმერთია, რომელსაც ადამიანური ბუნება მიიღო, მაგრამ ადამიანური ბუნება აღმოჩნდა განხთობილი სრულად ეს ნიშნავს, რომ ის თლიანად იმ ბედნიერებაშია თუ ესე დავარქმევთ და მე საბოლოო ჯამში იმ სრულ ძალაუფლებაში, აი მარჯვენით დაჯდა მამისა, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ის როგორც კაცი ამაღლდა, ხო, თორე როგორც ღმერთია, გასაგებია, ხო? და როგორც კაცი ამაღლდა დაჯდა მარჯვენით მამისა, ნიშნავს იმას, რომ სრულ საღვთო დიდებაში შევიდა. ეს ადამიანური ბუნება, რომელიც მან მიიღო, ჩვენნაირია და ჩვენიდან მიიღო. მასში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო ადამიანში და ანუ მთლიანად კაცობრიობაში. ეს გონება მიუწვდომელი საიდუმლოება, აი როგორ რეალისტ ეხა ჩვენ ის მოგვეცა ცოდნის სახით, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ამ საიდუმლოების წინაშე კრძალვით ვიდგეთ, განცვიფრებულნი და ეს განცვიფრება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანმდევი, აი ესე უნდა უყუროთ და ეს რა მოხდა, ეს რა მოხდა და თან რა საოცრებაა, რომ ეს ხო დაუჯერებელია. ადამიანმა ხო არ შეიძლება ეს დაიჯეროს და ჩვენ არათუ დავიჯერეთ, არამედ რწმენის სახით, ანუ შემეცნების უნარის სახით მოგვეცა, ჩვენ ეს განცდილი გვაქვს შინაგანად და ამ რწმენის შესაბამისად ცხოვრება დავიწყეთ და მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი მზად არის იმისთვისაც, რომ მოკვდეს ამ რწმენისათვის არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. ანუ ეს დაუჯერებელი რა, ჩვენი ცხოვრების საზრისი გახდა, ჩვენ ამით ცხოვრობთ. ეს ხო სასწაულია, ეს ხო წყალობაა, ეს ხო საოცარი მადლიერებით უნდა განგვაწყობდეს, იმიტომ რომ ეს მოხდა, მაგრამ დაუჯერებელია და ამიტომ კაცობრიობის უდიდეს ნაწილს ის არ ჯერა. მოხდა ჩვენთვის და იმდენად დაუჯერებელია, აი როგორც კვეთით აღდგომა რომ არ ჯერათ, რომ ნამეტნავი სიხარული, იმდენად დიდი სიხარულის მომტანი იყო, რომ ნამეტნავი სიხარულისგან არ ჯეროდათ, შეუძლებელია გაცოცხლდეს, შეუძლებელია და არ ჯეროდათ. აი ესეთი რამეა ეს, დაუჯერებელია, მაგრამ ეს მოხდა. და ეს დაუჯერებლობა ჩვენსა და მომხდარ ფაქტ შორის დგება და ამ დროს ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ ცხოვრობთ შესაბამისად თუ ქრისტიანები ვართ. შევიდა ანგელოზი. ნახეთ როგორი სიტყვა, შევიდა, გამოეცხადა ანგელოზი კი არ წერია, შევიდა. აი ხო ხვდებით რომ აქ რაღაცა ისეთია სიახლოვე ჩანს ხალწულ მარიამსა და ზეციურ ძალებს შორის, მათ შორის ანგელოზებს შორის, ხო? აი სიახლოვე, ან თითქოს პირველად კი არ შევიდა. ანუ ეს კომუნიკაცია მათ შორის არსებობს. ანუ მისთვის უცხო არ არის, რომ შევიდა ხალწულ მარიამი არ დაფთხა, როგორც მაგალითად ზაქარია შეშინდა, ხო? იონათლისმრის მამამ რომ დაინახა ანგელოზი საკურთხევლთან, საკურთხევლში თაღთვისმსახურების დროს რომ დაინახა, მარტო ხილვით შეძრუნდა. აქ ამ შემთხვევაში შევიდა, რამე განსაკუთრებული შიში, ფოთი მარიამს არ ეტყობა. და მიესალმა, გიხაროდან არის მისალმების ფორმა. გიხაროდან, ეგ როგორც გამარჯობა მაგალითად, ხო? რაღაც უფრო აღმატებული შეიძლება, მაგრამ აი ესეთი ფორმა. გიხაროდან, მიესალმა და უცებ უცნაურ რაღაცას ეუნება. ანუ როცა მარიამი ჩაფიქრდება გარკვეულწილად, ესე იგი შეძრწუნდება კიდევაც, შეძრწუნდება არა გაბრიელის ხილვით, არამედ იმ სიტყვებით, ბრძენია ქალწული, ბრძენი და გამოცდილი ანგელოზებთან ურთიერთობაში, ზეციურ ძალთან ურთიერთობაში. ნახვა არ აძრწუნებს, მაგრამ სიტყვა აძრწუნებს. ნახეთ რა ყო, ასე რომ მომხდარიყო, რომ ნახვამაც თუ არ შეარწუნა გამოცდილება, ის რაც უთხრა გაბრიელმა, რომ არ შეძრწუნებულიყო, ეს უკვე იქნებოდა ნიშანი, რომ იგი არ არის ბრძენი. შეძრწუნდა, იმიტომ რომ ბრძენია. და შევიდა გიხაროდან მიესალმა მიმადლებულო, ანუ მადლით ახსავსე, რთული დასატევნელია წმინდანისათვის. ხო, ეხლა უგუნური და ბრიყვი, ხო, რა კაია, მიმადლებული ვარ, მაგას რა ჯობია, მაგრამ წმინდანისათვის
რომელმაც იცის საკუთარი თავი, ეგ არის წმინდანი, ხო? ღმერთიც იცის და საკუთარი თავი. ძნელი დასატევნელია, მიმადლებულო და წმინდაო და მართალო და ეს ძნელი დასატევნელია, იმიტომ რომ ის მან იცის საკუთარი თავი, რა ნაგავიცარი ყველა ადამიანი. მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ეს ყველაფერი ხდება ხო შეძრწუნდა სიტყვასა მას მისა. ანუ სიტყვაზე შეძრწუნდა. განიზრახვიდა, ფიქრი დაიწყო. რას ნიშნავს ეს მოკითხვა? რა მოკითხვაა ეს? რომ მიმადლებულო, რას ნიშნავს? უფალი შენთან არის, რას ნიშნავს? დედათა შორის, ანუ ყველა შორის შენ კურთხეული ხარ, განსაკუთრებული ხარ. მათ შორის ესე ტრადიცია იყო, ტრადიციული აზროვნება ძველ აღთქმაში, ებრაელ გოგონებს შორის, რომ ყველა ხო ელოდებოდა, რომ უნდა მოსულიყო ქრისტე, მესია, ანუ ქრისტე უნდა მოსულიყო და ყველას უნდოდა ბუნებრივია, რომ მე ხომ არ ვიქნები ქრისტეს დედა. ამიტომ გოგონა, რომელიც არ თხოვდებოდა, ეს მისთვის ტკივილი იყო, რომ ესე იგი თუ არ თხოვდები, ესე იგი მე არ ვიქნები ქრისტეს დედა. ერთის მხრივ ეს ყველა სანუკვარი იყო, მაგრამ რაღაცა მსგავსი რო იწყება, შეძრწუნდა, იმიტომ რომ თავს ღირსად არ თulis. იმიტომ რომ ის დაბალი ცნობიერებით ცხოვრობს, დაბალი ცნობიერება აქვს. ხო, ეს რაღაც ქრისტიანული ტერმინია, ასეთი ასკეტური. და რას ნიშნავს ეს მოკითხვა, კითხვას სვავს? დარქვა მას ანგელოზმა. ნუ გეშინია, მარიამ, რამე თუ ჰპოვე მადლი წინაშე ღვთისა. აი როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს ამ შემთხვევაში მარიამს, რომ მადლი ეპოვა ღვთის წინაშე, ხო? მისი განსაკუთრებული სულის მდუღარებაზე აქ მინიშნება, როგორი იყო ის ღვთის წინაშე, წმინდა, უბიწო, სიმდაბლით მაცხოვრებელი და გულმხურვალედ ერთგული და მაძიებელი ღვთისა. და აჰა ესე რა შენ მუცლად იყო და შვედზე უწოდი სახელი იესო. ანუ მხსნელს შობს, ესე იყოს დიდ და ძელ მაღლის, ანუ ღმერთის შვილი იქნება ეუნება. მე აგრძელებს, რომ ღმერთის შვილი რო იქნება, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანი კი არ იქნება და რატო საიდან ჩანს, რომ ადამიანი არ იქნება. მისცეს მას უფალმან საყდარი დავითისა, აქ უკვე მიანიშნებს, რომ ვისაც ველოდებით ის იქნება ქრისტე, მესია იქნება, იმიტომ რომ საყდარი დავითისა მაგას ნიშნავს, იმიტომ რომ ქრისტე დავითის, ესე იგი, შთამომავალი უნდა იყოს. მამისათვისის, ანუ მისი წინაპრისა, მეუფებდეს სახსაზე და იაკობისა საუკუნოდ, ანუ მარადიულად იმეფებს და სუფევისა მისის არ არის დასასრულ. როგორ შეიძლება ადამიანი მარადიულად მეფობდეს? ხო, ადამიანი რაც არ უნდა კარგი იყოს, ის 100 წლის მერე მოკვდება. არა, მარადიულად იმეფებს. მის მეფობას დასასრული არ ექნება. ანუ ვისაც შენ შობ, ღმერთის შვილი ხომ არის და ის არ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. ის იქნება ის ვინც მარადიულად იმეფებს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ზოგ ქრისტიანს ჩვევია იდეალისტობა. იდეალისტი ხდება და ეს ამას არ განვავრცობ პრაქტიკულ ცხოვრებაში, ის კი არის იდეალისტი. ქრისტიანი არის რეალისტი. იმიტომ რომ ჩვენ სულისა და ხორცის ერთობა ვართ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რეალისტი ვიყო და სახარება აქეთკენ გვიბიძგებს, რომ თუ ადამიანი რეალისტი აღარ არის და რაღაც იდეალიზმში დაფრინავს, სულიერ ცხოვრებაში ყოველთვის შეცდომებს უშვებს, ხიბლის მდგომარეობაში ვარდება და რეალურ ცხოვრებაში და ამ რეალურ ცხოვრებაში შედის ჩვენი რეალური სულიერი ცხოვრება, ღმერთთან რეალური ურთიერთობა, როგორც წესი მე რცხვის წაიტეხს ხოლმე. აი ესეთ რაღაცებს ეუბნება და მაინც რეალისტად რჩება და ეუნება ანგელოზს. ვითარმედ იყოს ესე ჩემ და როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არა ვიცი. ანუ მანამდე წერია თხოვილი იყო, დანიშნული, თხოვილი, მაგრამ აი ვამბობენ ხოლმე, რომ გათხოვილი იყო და ეს ტრადიცია, რომელიც გვეუბნება, რომ მხცოვანი იოსები მის პატრონად იყო დადგენილი, რომ დაფარული იყო მისი ქალწულება. და ეს ჩანს აქედანაც, რომ მას აქ თქმა აქვს დადებული. ის არ აპირებს რეალურად გათხოვებას. იმიტომ რომ თუ რეალურად გათხოვებას აპირებს, იფიქრებდა ხო, აი იოსების ცოლი რო გავხდები, მე ბუნებრივია, მე მოხდება ეს, მაგრამ მე ეს არ მოხდება, რანაირად მოხდება? მე ხო აქ თქმა მაქვს დადებული, მე ხო არ უნდა გავთხოვდე. მე ხო ქმარი რეალურად არ მეყოლება, ამას ეუბნება. იუგო ანგელოზმა და თქვა მას, სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. ამისთვისა შობილსა მას წმინდა ეწოდოს და ძემაღლისა. ეუბნება, იმიტომ არის ის ძე ღვთისა, რომ მას მამა ამ ქვეყანაზე არ ეყოლება. არამედ სული წმინდა გარდამოვა შენზე და ძე ღვთისა იქნება, ამიტომ მას მიწიერი მამა არ აყავს. და მე ეუბნება, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის ღვთის წინაშე და რა თქმა უნდა, დასტურად მე ელისაბედის ფეხმძიმება მოყავს. და აი აქ არის მე სიტყვები, რომელიც არ ეკუთვნის მარტო მარიამს, არამედ ეს ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურს აი ამ დიდებული მოვლენის თანამონაწილე გახდეს. მარიამ ეუბნება, აჰა მხევალი უფლისა.
თუ ამას ზედაპირულად შევხედავთ ამ პარტავანი გონებით, ეგოისტური თვალსაზრისით, ხო რა კარგია, ღმერთი შვილი გახდა რა მაგარია, მაგრამ მარიამი რეალისტი არ დაგავიწყდეთ, აი ხო სულ ჩანს მისი როგორი რეალისტია და აქაც რეალისტია. გესმით რას ნიშნავს, რომ ის ბავშვს აჩენს ისე რომ ქმარი არ ყავს. ჯერ იოსებს როგორ უნდა და გახსოვთ იოსების ბრძოლები მე რა დღეშია იოსები და მე ანგელოზ სანამ იოსებს არ გამოეცხადა ანგელოზი სერიოზული პრობლემა მისი გაშვება უნდა თან ეცოდებოდა რომ გაეშვა რას იზავდნენ ჩაქოლავდნენ ესე იგი არც ეს არ უნდა რომ ჩაქოლონ ამავე დროს თან ვერც დაიტოვებს იმიტომ რომ ფიქრობს რომ მან ცოდვა ჩაიდინა ნუ კატასტროფულ დღეშია თუ ძველი აღთქმის ადამიანივით იმოქმედებდა ამას გაახმოვანებდა და მას ჩაქოლავდნენ ანუ როდესაც ის ამბობს რომ კი ბატონო მე თანახმა ვარ მიზან მიმართულად მიდის 8 წელზე ბოლო აი აბრაამი რო ენდობა ღმერთს და კი ბატონო თუ მეუნები რომ შვილი შემოგწირავ არ ფიქრობს რა მოყვება ამას არ ფიქრობს აღთქმა რომ აღარ შესრულდება იმიტომ რომ ისააკიდან უნდა გამრავლებულიყო აბრაამი ესე იგი თუ აბრაამი ისააკი მოკვდება მაშინ ეს ღვთის აღთქმაც ანუ არ ფიქრობს არაფერზე ნახე ესეც რეალიზმია ნახეთ როგორი რეალიზმია იმდენად ენდობა იმდენად რეალისტურია კავშირი ღმერთთან რომ რეალიზმში შემოდის აი ეს მდგომარეობა რომ რასაც ღმერთი ეუბნება უპირობოდ ეგრევე ასრულებს იმიტომ რომ იცის რომ ღმერთი აბსოლუტურად ნდობის ღირსია. არ შეიძლება ღმერთის სიტყვაში რევიზიის შეტანა. ენდობა ბოლომდე და მორჩა დამთავრდა. ამიტომ აი ეს სიტყვები რომ ხამხევალი უფლისა არის მისი აბსოლუტური ნდობა უფლისადმი და არ ფიქრობს ჯამას რა შეიძლება მოყვეს. ესეც რეალიზმია. რატომ რეალიზმი კიდევ ერთხელ ვიმეორებ? იმიტომ რომ ღვთის ნება არის აბსოლუტური. ერთი ღერით არ ვარდება ადამიანის თავიდან ღვთის განგების გარეშე და თუ ღმერთი გადაწყვეტს რომ მე უნდა მოწამეობრივად აღვესრულო და იყოს ასე. თავარია მე ღმერთს ვენდო. ყველაზე რეალისტები ჩვენ ვართ ქრისტიანები, ასე უნდა ვფიქრობ. მეყავ მე სიტყვისაებ შენის ეუბნება ანგელოს. ეს სიტყვები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამას კი ამბობს, მაგრამ მისი პირი, ანუ მისით ხმოვანდება მთელი კაცობრიობის არჩევანი. ან ვეთანხმებით ღვთისმშობელს და ჩვენც მანდ ვართ, ან არ ვეთანხმებით. და ეს თანხმობა, რომ მე ქრისტესი ვარ, რომ ჩემშიც მინდა დაიბადოს ქრისტე ხო აჰა მონა უფლისა კი ბატონო ჩემში მზათა ვარ რომ გავხდე ქრისტეს შემოსილი ჩვენ მზაობას ვავლენთ ის რაც ამას მოყვება ჩვენს ქრისტიანობას რაც მოყვება მზაობას ვავლენთ რომ ეს ბოლომდე მივიღოთ და მივიღოთ სიხარულით არა მივიღოთ ისე არამედ სიხარულით მივიღოთ და ჩვენ ვიცით როგორც კი ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს მისი ცხოვრება თუ ის ნამდვილი ქრისტიანი ხდება, მისი ცხოვრება 180 გრადუსით ტრიალდება, იგი დინების წინააღმდეგ იწყებს სვლას და გამოდის ხშირად გვიტყავს კომფორტის ზონიდან. აი ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლა რომ არ უნდათ ადამიანებს, ამიტომ მრავალი ადამიანი ღვთის მადლით აღზრული მოდის ეკლესიაში იწყებს სულიერ ცხოვრებას და ვეღარ აგრძელებს, ვეღარ ახერხებს ბოლომდე გაგრძელებას და ტოვებს ეკლესიას. ან თუ არ ტოვებს, იმყოფილა გინდა რა, ესეთ მდგომარეობაშია. დინების საწინააღმდეგო სვლას რაც ჭირდება, სიცოცხლის ბოლომდე არ მიყვება. პატარა განსასწრელი, პატარა რაღაც პრობლემა, ის ცნობილი იგავიროა, გამოვიდა მთესვარი, იქ მზემ დააცხუნა, იქ ჩიტები მოვიდა ნაკენკეს, იქ ეკლებმა მოაშთვეს. ანუ სულ არ გამოილევა ეს პრობლემა. ეს არის სულ პრობლემა ადამიანებს არ შეუძლიათ რომ ბოლომდე მიიტანონ სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მიიტანონ რწმენა. ხამხევალი უფლისა ეს ვაშკაცური მხნეობით ნათქვამი სიტყვები გაითავისონ და ბოლომდე ეს გააკეთონ. ამის უნარი არ აქვს. ეს ისტორია თუ არ გავითავისეთ, თუ არ განმუკუთვნეთ საკუთარ თავს და ჩვენს პასუხისგებლობით არ დავდექით მარიამთან ერთად, გმირ ადამიანთან ერთად თუ არ დავდექით და მასთან ერთად თუ არ ვთქვით რომ დიახ, მე მზათა ვარ რომ ქრისტე ჩემში შემოვიდეს და მე მზათა ვარ რომ მას უერთგულო და გავხდე ღვთის ტაძარი და ბოლომდე გავიტანო ეს რა მდგომარეობას არ უნდა მოყვეს ამას გარედან ეს თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ხარების დღესასწაული რას ნიშნავს? რა გაქვს სასიხარულო? სასიხარულო აქვს იმას, ვინც მარიამის გზას გადის, იმას სასიხარულო აქვს და ვინც მარიამის გზას არ გადის, იმას არაფერი სასიხარულო არ აქვს. ხო საფუარის პრინციპი. კაცობრიობაში, აი დედამიწაზე, მთელ სამყაროში საფუარის პრინციპი პატარა რაღაცა მოხდა ნაზარეთში, რომელიც არავინ არ იცის, ეშმაკმაც არ იცის, არავინ არ იცის და იმ პატარა ეს თითქოს საფუარებით ჩავარდა სამყაროში და მთელი სამყარო შეცვალა. ვინაიდან განწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ანწმენდილი ჩვენ
გამწმენდიც ადამიანად მოსული ღმერთი ერთისგან არიან, ანუ მამის ნება, რომელიც რა თქმა უნდა თანხმედრაშია, ყოვლადწმინდა სამებას ერთი ნება აქვს, ერთისგან არიან, ანუ ღვთის განგებულებით ხდება ეს ყველაფერი ამის თქმა უნდა პავლე მოციქულს და ამიტომაც რადგან ეს ღვთის ნება არ არც ხვენიაო ქრისტეზე ამბობს, ეხლა ქრისტეს რის რცხვენია, მაგრამ ღირსების დაკნინებად არ მიაჩნია რა, რომ ძმები უწოდოს. ქრისტე რო ძმებს გვიწოდებს, ხო, მეგობარს ძმებს და ასე შემდეგ, არ არც ხვენია, ანუ არ კნინდება. რატო არ კნინდება? იმიტომ რომ ჩვენ აგვიყვანა ძალიან ზემო. და ღმერთი ადამიანად მოდის რომ ძმა გიწოდოს. რა კი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან? შვილი რას ნიშნავს? შვილი არის მამის სისხლის და ხორცის მოზიარე. ამიტომაც თავადაც ეზიარა მათ. ანუ აქეთ გვეზიარა, რომ მე ჩვენი ღმერთი ჩვენი მამა გამხდარიყო. რათა სიკვდილით განექარვებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილის, ანუ რომ მოკვდა, მე გაცოცხლდა, ანუ მე აღდგა. ეს ინსტრუმენტი ეშმაკის, რომლითაც აშინებს ყველა ადამიანს, ეშმაკს ეს ინსტრუმენტი წაგლიჯა ხელი და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე აღდგა და ჩვენს ავდგებით. ამიტომ ჩვენ სიკვდილის აღარ გვეშინია, ჩვენ უბრალოდ გადავდივართ იქით და მე მოლოდინის მდგომარეობაში უფლის დაბრუნებას ველოდებით. ამიტომ ეს ინსტრუმენტი სიკვდილისა წაგლიჯა ჩვენთვის ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა. ისე კი არა, აი ამას ღმერთი გააკეთებს, ან გაკეთებული აქვს უკვე, არამედ ნამდვილად ვიცი, რეალისტურად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს. მოვიდა, მოკვდა და აღსდგა და წაართვა ეს ინსტრუმენტი სიკვდილისა. უკანასკნელი მტერი, როგორც პავლე მოციქული ამბობს ადამიანისა და დაამარცხა ამით ეშმაკი. დაიხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა და ვინ არის ეს? რა თქმა უნდა ადამიანი, ურწმუნო ადამიანი, მოდი. ურწმუნო ადამიანი არის შიშით შეპყრობილი, რომ უნდა მოკვდეს და გამოსავალს რაში პოულობს? არ ფიქრობს. მის თვალწინ უამრავი ადამიანი გარდაცვლილა, ხედავთ ადამიანებს გარდაცვლილს, მაინც არ ვფიქრობთ, ეს თითქოს ჩვენ არ გვეხება. როცა ადამიანი განსასწრებით მოდის ხოლმე, თქვათ, მის ჯანმრთელობას რაღაცა პრობლემა შეეხება, სერიოზული, მე სულ ვეუბნები ხოლმე, ჩემი ნუგეში ესეთია რა. ვეუბნები, შენ როგორც ქრისტიანი არ ვარგოდი, იყავი გულგრილი, ეს ყველას გვეხება რა. არ არსებობს ადამიანი, რაც უნდა გულმხურვალი იყოს, რომ უთხრა რომ შენ არ ვარგოდი როგორც ქრისტიანი და არ დაგეთანხმოს, მაგრამ ძირითადად ხო ეს მართლაც ობიექტური სინამდვილეა. შენ არ იყავი გულმხურვალი, შენ იყავი იშვიათად მლოცველი და იშვიათად მაზიარებელი. და არ გახსოვდა სიკვდილი და რაღაც ისე ამ ქვეყნიური მიზნებით იყავი ბოლომდე შეპყრობილი და ახლა ვეუბნები, გაქვს мотиваცია, რომ ესე იგი მოუკლებელი მლოცველი გახდე, ხშირად ეზიარო და მუდამ გახსოვდეს სიკვდილის შიში. ამიტომ ეს განსაცდელი შენთვის ძალიან სასარგებლოა და ახლა მაინც ამ განსაცდელის ჟამს დაიწყე ქრისტიანული ცხოვრება, ისეთი რომელთაც მანამდე უნდა გეცხოვრა. და ეს განა ყველას არ გვეხება. განა ჩვენ არ მოუკვდებით, განა ჩვენ ვიცით, როდის მოუკვდებით, განა ჩვენ ვიცით, რომ ამ საღამოს ცოცხლები ვიქნებით. ქრისტიანები ხო ასე უნდა ცხოვრობდეს სიკვდილის ხსოვნით, რაც ნიშნავს იმას, რომ არაფერ მიწიერს ჩემი გული არ მიეჯაჭოს. ვიყოთ გულმხურვალენი ღვთისძიებაში და ინტენსიურად ევქარისტიულად მაცხოვრებელი. მაშინ თუ ასე ვაკეთებთ, ჩვენ ეს მონობის უღელია, ეს საცოდავი ბიოლოგიური შიშით დადგონული ადამიანები კი აღარ ვიქნებით. არამედ გავთავისუფლდებით აი ამ საშინელი მდგომარეობიდან. და ეს გათავისუფლება მოგვიტანა სწორედ იმან, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და ჩვენ თვალწინ გაანადგურა სიკვდილი ჯვარზე, როცა აღდგა. და ამიტომაც ეს რომ მომხდარიყო, ქრისტე ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს. ანუ ძმა ჰაერზე კი არ მიწოდა, მართლაც შემდარი უნდა ყოფილიყო და დამსგავსებოდა. და რომ დამემსგავსა, ისეთი ძმა კი არ გახდა, რომელიც ესე იგი მე ჩემი თავი გამჭირებია და შენ რა გიშველო, არა, ის გახდა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი, ანუ ძალაუფლების მქონე, რომელსაც შეუძლია ჩემს მაგიორად მსხვერპლი გაიღოს, იმიტომ რომ მღვდელმთავარია, შემწირველია და მე გამომიხსნას და მეოხად დადგეს ზეციური მამის წინაშე. ანუ ერთგვარია იურიდიული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ადვოკატი, ანუ კიდევ მეორე ძმა, მაგრამ როგორი ძმა? ძალაუფლების მქონე, რომელსაც ჩემს მაგივრად იღებს მსხვერპლს, მეოხია ჩემი, ეს არის მღვდელმთავარი. მარადიული მღვდელმთავარი ხდება ყოფილიყო ღვთის წინაშე ხალხის ცოდვათა სალხინებლად, ანუ მღვდელმთავარი იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვე სალხინებდა, ანუ განსაწმენდელად, ჩვენი ცოდვებისაგან რომ განვეწმინდეთ. ამავე დროს გვაძლევს ფსიქოლოგიურ საყრდენსაც და ნახეთ, ვინაიდან როგორც თვითონ ევნო, ასევე განსასწელში მყოფთა შეწევნათ ძალუც. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ღმერთმა რა იცის ჩემი ტკივილი, იცის
ჩვენ ეს ფსიქოლოგიურად გვამხნევებს, იმიტომ რომ ისეთი ღმერთი კი არ არის და ისეთი ძმა კი არ გახდა და ისეთი მღვდელმთავარი კი არ არის, რომელმაც თეოდორეს ტკივილი არის. ის ძალიან კარგად იცის მან თეოდორეს ტკივილი, იმიტომ რომ რაც თეოდორეს ტკენია, უსასრულოდ უფრო მეტჯერ ტკენია მას. და ამიტომ ეს მაიმედებს, მანით ჩემი შესაძლებლობებიც იცის. და ამიტომ ჩვენ ხნეთ, ტკიცეთ, იმედით აღსილნი ცხოვრობთ სულიერად, ვეძებთ ღმერთს, ვერდგულებთ ქრისტეს და ვცდილობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ქრისტიანული თვალსაზრისით ღირსეულად გავიაროთ, ღირსეულად დავბერდეთ, თუ დაგვაბერებსოთ, ღირსეულად მოვკვდეთ, ანუ ღირსეულად გარდავიცვალოთ და შევიდეთ იქ, რისკენაც მთელი არსებით უნდა მევისწრაფოდეთ. აი ეს არის დღევანდელი დღის არსი, შეიძლება ასე ითქვას. ეს პროცესი დაიწყო დღევანდელ დღეს ისტორიულად დაახლოებით 2000 წლის წინ, რომელიც უკვე ასე გაჯერებულია დღეს თანამედროვე სამყაროში. მილევადიც კი არის, იმიტომ რომ ადამიანთა უდიდეს უმრავლესობა ამას ვერ ხედავს, ვერ წარმოუდგენია, არც უნდა და ჩვენ ამ დროს გვინდა, წარმოგვიდგენია და შესაბამისად ვცხოვრობთ და მადლობა და დიდება ღმერთს ამისათვის. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს დასიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.